ჩვენ ახლა გусმენდით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ისინი მხოლოდ ამ ორი ორგანიზაციის პრაქტიკას გვიზიარებდნენ ჩვენ და ინფორმაციას რამდენ ათას ადამიანს ეხმარებიან ყოველწლიურად სხვადასხვა მიმართულებით ის იქნება ეს მათი უფლებრივი მდგომარეობა იქნებიან ესენი ქალები იქნებიან ესენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ეს სწორედ ერთ-ერთი ბენეფიციარი მინდა ახლა წარმოგიდგინოთ რომელიც ჩვენ სტუდიაშია ანა სიხაშვილი ის გახლავთ ადამიანის უფლებათა სახლის ბენეფიციარი საღამოშიდობის ანა მადლობა რომ მოხვედით დიდი მადლობა თქვენ გესმოდათ ახლა რაზეც იყო საუბარი და მინდა პირველ რიგში კითხოთ თქვენი გამოცდილება როგორია როგორც ბენეფიციარის არასამთავრობო ორგანიზაციასთან ურთიერთობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს მაყურებელს და განსაკუთრებით მინდა მივესალმო რეჟიმის ტყვეებს ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდნენ ეს ადამიანები იმიტომ რომ ესენი არიან რეჟიმის ყველაზე დიდი ასე ვთქვათ მსხვერპლთა შორის ყველაზე დიდი ილუსტრაცია მკაფიო ηλუსტრაცია რაც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას ხო პირველ რიგში გეტყვით იმას რომ ჩვენს ქვეყანაში თუ რაიმე გაკეთებულა აქამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთათვის ძირითადად ეს იყო პირველ რიგში ჩვენი უცხოელი მეგობრების მხარდაჭერით და აი სიუჟეტშიც ვამბობდი რომ ყოველთვის ხიდი იყო ხოლმე არასამთავრობო ორგანიზაციები. მე პირადად ხა თქვენ როგორც ახსენეთ მე ვიყავი თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ბენეფიციარი მე ვიყავი მათი ბენეფიციარი როგორც აქტივისტი ვიღებდი ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას მათი დახმარებით ასე ვთქვათ იმიტომ რომ ვიცით რომ აქტივისტებს არ აქვს მნიშვნელობა შეშიმ აქტივისტი იქნება თუ სხვა ტიპის აქტივისტი გვაქვს ძალიან ძიმე მოცემულობა და ხანდახან გვჭირდება მხოლოდ მხარდაჭერა გადაწვის საწინააღმდეგოდ. დიახ ვიღებდი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგადად უნდა ვიცოდეთ რომ აქტივიზმი არ არის რაღაცა ერთი მიმართულება მაგალითად აქტივიზმი არ არის მხოლოდ რუსთავზე დგომა ეს ძალიან ბევრ დონეს წარმოადგენს ასე ვთქვათ და სხვადასხვა კუთხით გვჭირდება ჩვენ მენტალური მხარდაჭერა მათ შორის იმიტომ რომ მუდმივად ვართ ძალიან აი მე ვამბობ ხოლმე რაღაც ინგლისურის თქონა გამოვიყენდა ბოდიში ხდი ამისთვის emergency mode იყო სულ ჩართული რაც არის ძალიან რთული ამ მოცემულობაში, მაშინ როცა არ იცი პირობითად მაგალითად შენი უფლებების დაცვის გამო, როდის დაგიჭერენ და ჩვენ უკვე ამ მოცემულობაში ვართ, რაღაცნაირად ისე აღმოჩნდით, სხვა შორის შარშან, როდესაც საუბრობდით ხოლმე ჰიპოთეტურად ამ საკითხებზე, მე მაინც მქონდა რაღაცნაირად ესეთი განცდა, რომ ბოლომდე შესაძლოა იყო, რომ აქამდე არ მოსულიყვნენ ესენი, თუმცა მოვიდნენ, ნებისმიერ დროს შეიძლება ეს მოხდეს ნამდვილად და ხო, ანუ ძალიან საჭირო დახმარებას ვქავთ, თუმცა როგორც იცით, ეს ფონდი დააყადაღეს. დიახ, აი ანა, თქვენ გარდა ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს სხვადასხვა მიმართულებით, ბენეფიციარად წოდებული, ხომ? ადრესატი, სამიზნე ჯგუფი, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტს. საერთოდ რა წარმოდგენა გაქვთ? თუ კი ისინი განადგურდებიან და ასეთი პირი უჩანს, ხელისუფლების სურვილი ასეთია, მოდი ასე ვთქვათ, იმედია რომ ეს ვერ შესრულდება, წარმოუდგენელია რომ ეს შესრულდეს, ვინაიდან ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ დადგება საქართველოს საზოგადოება, მაგრამ აი ერთი წუთით დავუშვათ და თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით არ ყოფილიყავით ინფორმირებული, არ ქონოდათ კონკრეტული რაღაცა ტიპის მხარდაჭერა არასამთავრობო სექტორიდან. სად იქნებოდა აი ის კონკრეტული საკითხები, რომელიც თქვენ გაინტერესებდათ, თქვენი ირგვლივ მყოფ ადამიანებს აინტერესებდათ? მოდით დავიწყოთ იმით, რომ მოგეხსენებათ მე ვარ უსინათლო და შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი. აი წარმოიდგინეთ, ხა ჩვენს ქვეყანაში რომ არ ყოფილიყო ყოველი ეს მხარდაჭერა, მათ შორის მინდა გითხრათ, ეს არ იყო მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, ეს იყო ინფორმაციული მხარდაჭერა. ჩვენ დღეს ძალიან მათ შორის მე არ მეცოდინებოდა ჩემი უფლებები არ მეცოდინებოდა იმის შესახებაც რომ მე მაქვს რაღაცა სიტყვის თავისუფლება მათ შორის ის რომ მაქვს უფლება ვიყო დამოუკიდებელი მქონდეს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო მექანიზმები და ასე შემდეგ ხო ძალიან პატარა ვიყავი სადღაც 11-12 წელს როდესაც პირველად დავიჭირე თეთრი ხელჯოხი რომელიც უზრუნველყოფდა და უზრუნველყოფს ჩემს დამოუკიდებელ გადაადგილებას დღეს უკვე მინდა გითხრათ რომ დამოუკიდებლად გადავადგილდები ქალაქში, თუმცა ნახეთ, საიდან დაიწყო ეს, ვინ მომცა პირველად, ვინ დამაჭერინა თეთრი ხელჯოხი, ხელში ეს იყო ჩვენი უცხოელი მეგობრები და აი ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც დღეს ეს რეჟიმი ებრძვის. მოდით ესე შევხედოთ, თუ
ეს ადამიანები არ იქნებიან მომავალში ჩემი მაშინდელი ასე ვთქვათ არ ვიცი ადამიანები ვერ მიიღებენ ინფორმაციას, ვერ მიიღებენ მხარდამჭერ სერვისებს. ეს არ არის მხოლოდ რაღაცა თეთრ ხელჯოხში აქ არ არის საქმე. აქ არის მათ შორის საუბარი იმაზე, რომ იურიდიულ დახმარებას ვერ მიიღებენ. პირობითად ვამბობ, ძალადობის მსხვერპლი შშმ ადამიანები, შშმ ბავშვები, შშმ ქალები და ჩვენ გვახსოვს ხო არაერთი кейსი, როდესაც ერთ-ერთი მაგალითად რაც მახსენდება ახლა შშმ ბავშვზე ხორციელდებოდა ძალადობა მშობლის მიერ, ესეც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იყო, ასე ვთქვათ, ძალიან დაუჭირეს მხარი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ანუ ისე მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების კომპეტენტურობით და ასე შემდეგ და თუ ეს ყველაფერი გაქრება, მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველი, რასაც დაიწყებს ეს ხელისუფლება და ვფიქრობ, გარკვეულწილად უკვე არის დაწყებული, უბრალოდ ჩვენ რაღაც ესეთი აი ამ სფეროში ალბათ მოდით ესე ვიტყვი ესეთი მკაფიო შედეგები ალბათ ჯერ არ გვაქვს და მალე დადგება, მაგრამ თუ ეს ყველაფერი გაქრება, პირველი შეიზღუდება მოწყვლადი ჯგუფების უფლებები, მათ შორის შშმ ადამიანების უფლებები და ეს იქნება ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ჩვენ ისევ დაგვმალავენ და რამდენიმე ხნის წინაც თქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ ჩვენ ალბათ ხმა უნდა ამოვიღოთ იქამდე, ვიდრე ჩვენს გადამალვას დააკანონებენ და ეს მოხდება. სხვა შორის აი ერთსაც დავამატებ, შარშან როდესაც საუბრობდით ხოლმე სხვადასხვა საკითხებზე, მე ვამბობდი ხოლმე ესეთ ფრაზას, რომ ალბათ მეთქი შშმ პირებს ყველაზე ნაკლებად გვცემენ, მაგრამ ყველაზე მეტად დავზარალდებით თქო, იმიტომ რომ რაღაც სხვადასხვა ფორმით მოგვახრჩობენ, ხო? მეგობრებო, საბოლოოდ შშმ ადამიანები ცემეს საპროტესტო აქციაზე მაგალითად, ხო? და ეს ადამიანები ცემეს და მათ შორის ზოგიერთ მათგანს, რომლისთვის ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალება იყო ტელეფონი, ისიც კი წაართვეს და არაადამიანურად მოეპყრნენ. ასე რომ ყველასთან მივა ეს რეჟიმი, ეს იქნება შშმ ადამიანი, არა შშმ ქალი, ბავშვი, აი აბსოლუტურად ყველასთან და ეს იქნება ძალიან გვიანი, როდესაც თქვენ ამას გაანალიზებთ, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც თქვენი უფლებების დაცვას შეძლებენ, გამქრალნი იქნებიან. დიახ, აი და ბოლო კითხვა მექნება, ანა, თქვენი აი ამ ვრცელი მონათხრობის შემდეგ, იცით რომ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა თქვეს, რომ პირადი ინფორმაციის გაცემას თქვენ შესახებ თითოეული ბენეფიციარის შესახებ მოითხოვს ახლა ამჯერად უკვე სასამართლოს გავლით რეჟიმის კონკრეტული წარმომადგენელი. ამაზე რა შეგიძლიათ მითხრათ, რატომ არის პრობლემა ზოგადად თქვენი პირადი ინფორმაციის გადაცემა ვინმესთვის? რა თქმა უნდა, ძალიან პრობლემატური არის, იმიტომ რომ ეს პირადი პერსონალური მონაცემები მოიცავს ჯანმრთელობის შესახებ მათ შორის ინფორმაციას და ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა ტიპის შეზღუდვა, მათ შორის აი რა ვიცი, აი უხილავი შეზღუდვა, ვისაც აქვს მაგალითად, ხო? რომელიც შეიძლება არ ამჟღავნებდეს პირობითად და არ სურდეს, ყველას ხო არ სურს რა ტიპის სამედიცინო დახმარებას იღებს მაგალითად, ან ნებისმიერ სხვა სერვისს, რომელიც მას ფუნქციონირებაში ეხმარება, განსაკუთრებით აქ მინდა ხაზი გავუსვა ფსიქიკური შეზღუდვის მქონე ადამიანების ამბავი, ხო? არ ვიცი, ანუ ძალიან საფრთხილოა და ძალიან საშიშია. ჩვენ არ ვიცით, ანუ ერთი მხრივ რომ პერსონალური მონაცემია და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასაჯაროდეს. მაგრამ ჩვენ არ ვიცით რაში გამოიყენებენ ეს ადამიანები ამ ინფორმაციებს. მე განსაკუთრებით მეშინია, მინდა გითხრათ, არ ვიცი, ჰიპოთეტური მსჯელობა არის, თუმცა რაზეც ჰიპოთეტურად საუბრობდით, მე მგონი ყველაფერი მოხდა და ამიტომ თავისუფლებას მივცემ, რომ ესეც ვახსენო. განსაკუთრებით მეშინია რეგიონებში მცხოვრები შშმ პირებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შესაძლოა ამ ადამიანთა ინფორმაციები იქნეს გამოყენებული ამ პირების წინააღმდეგ, მათ შორის არ ვიცი, აი ბევრი რამ გვინახავს, ხო, არჩევნების კუთხით, როგორ აძალებენ, ემუქრებიან, შეიძლება დაემუქრონ თვითონ შშმ პირებს, ანუ იმ სერვის პროვაიდერების ბენეფიციარებს, ხო, ამ შშმ პირების ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ და არ გაუჭირდებათ ამის გაკეთება და ერთსაც ვიტყვი, მაშინ, როდესაც საკუთარი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციაზე არ ღილავენ, ხო, დღეს ჩვენ ნახეთ გარკვეული სიუჟეტები ამასთან დაკავშირებით, ჩვენ რა გარანტია გვაქვს, კი არა და საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, რომ ჩვენი პერსონალური ინფორმაცია იქნება პრიორიტეტული ვინმესთვის, არანაირად. როგორც მოეხერხებათ და როგორც მოუნდებათ, ისე გამოიყენებენ. დიდი მადლობა.